მოგესალმებით. გუშინ პარიზის არბიტრაჟულ სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ყველას კარგად დაანახა თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტია ლელო სინამდვილეში მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც ლელოს სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა ლელოს როგორც პარტიას და ხაზარაძე ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს. ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია მათი მხრიდან სამ პოსტულატს უკავშირდებოდა. პირველი, საქართველომ ჩაშალა ანაკლის პროექტი, მეორე, საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე ჯაფარიძის კომპანიას და მესამე, ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე უსაფუძვლო იყო. ამ სამი ბრალდებით ისინი ცდილობდნენ საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი და სამართლიანობისთვის მებრძოლად წარმოჩენილიყვნენ. თუმცა პარტიის შექმნიდან 4 წლის თავზე ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა. პირველი, პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს აქ არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ყველას შევახსენებ, თუ რას ითხოვდნენ ხაზარაძე ჯაფარიძეს სახელმწიფოსგან, მას შემდეგ, რაც მათ თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით, დადგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ისინი ანაკლის პორტიდან ვერ მიიღებდნენ სასურველ მოგებას, ეს თანხა ყოველ ჯერზე უნდა მიეღოთ ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მიზანი იყო ისეთი ბიზნეს სქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. მეორე, პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, საქართველომ არათუ ზიანი მიაყენა ხაზარაძე ჯაფარიძის კომპანიას, არამედ პირიქით, მათ აქვთ აქეთ სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის $650,000 გადასახდელი. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი რამდენიმე ცვლილებით სახელმწიფომ ხაზარაძე ჯაფარიძის კომპანიას ვადებით არაერთგზის გაუხანგძლივა და ჯამში $11 მილიონ-ზე მეტი პირგასამტეხლოც აპატია. მესამე, რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას. ხაზარაძე ჯაფარიძე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ცნობილი იქნენ დამნაშავედ თაღლითობაში. ხაზგასასმელია, რომ პარიზის არბიტრაჟს არ დაუყენებია ევჩქვეშ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერება. ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეში ისინი ამტკიცებდნენ თითქოს ასე ძველი მეგობრობით შემთხვევით არსებული თავისუფალი $17 მილიონი ასესხა ავტოწერეთელმა, რომელმაც შემთხვევით წინა დღეს ხაზარაძე ჯაფარიძის ბანკიდან მიიღო ეს თანხა. და ასევე შემთხვევით ისე აღმოჩნდა, რომ ეს $17 მილიონი საბოლოოდ უიმედოვალად გაფორმდა და არასდროს დაბრუნებია ბანკს. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს. ყველას გვახსოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უამრავჯერ წააგო. რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის დემონსტრაციების კანონიერ დაშლის თუ სხვა საქმეები. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს. ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავი. საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია ლელოს შექმნის საფუძველი და სულ ახლახან სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი. აშკარაა, რომ ეს ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა იყო.
საბედნიეროდ ყველაფერი უფრო ადრე გამოაშკარავდა, ვიდრე ხაზარაძე ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ. ლელოც და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და $1.5 მილიარდ აშშ დოლარს თხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზე. მადლობა. მოგესალმებით ბატონ შალვა, ტელეკომპანია იმედი, ნინო არღულიანი. ამ თემასთან დაკავშირებით მექნება კითხვა, ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავად პოლიტიკაში წასული ბანკირები კომენტარს არ აკეთებენ, განცხადებით შემოიფარგლა ანაკლიის კონსორციუმიც სამწუხაროა, მხოლოდ ასეთია მათი შეფასება არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე. თქვენ თვით რომ გაირკვა რეალური მიზნები, თუმცა სახელმწიფოს იმიჯის თვალსაზრისით, თუნდაც ინვესტორების ნაწილში საკმაოდ სერიოზული ზიანი მიადგა, მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ჩვენ გვახსოვს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები ანაკლიასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, ჩვენ ბევრჯერ გადადებული ვალდებულების შესრულება გვახსოვს რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებას ითხოვდნენ ეს ბიზნესმენები ანაკლიის ასაშენებლად. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, სახელმწიფოს წილი რა იყო იმაში, რომ მაგალითად დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს კონსორციუმიც და ხაზარაძეც, რომ სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობაა, რომ უკვე 4 წელია ანაკლია მოქმედებაში და მუშაობაში არ არის პორტს გულისხმობ. უბრალოდ ყოვლისა ხაზარაძე ჯაფარიძე და მათმა კომპანიამ ფაქტობრივად 8 წელი დააკარგინეს სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. 4 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, როდესაც ისინი ფაქტობრივად არაფერს აკეთებდნენ და ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება და შემდეგი 4 წელი 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც მათ წამოიწყეს დავა საქართველოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს დავა გარკვეულ ტვირთად იყო ჩამოკიდებული სახელმწიფოზე. დღეს იუსტიციის მინისტრიც აღნიშნა $1.5 მილიარდ, რასაც ისინი ითხოვდნენ, ეს არის ბიუჯეტის იყო, როცა მაშინ ითხოვდნენ ბიუჯეტის მეოთხედი. და ამ ხალხს სურს წარმოაჩენს თითქოს ისინი ხალხზე ზრუნავენ და პოლიტიკაში ამ კრედოთი არიან, რომ ბიუჯეტის მეოთხედს ითხოვდნენ საკუთარ ანგარიშებზე დასასმელად. რაც შეეხება თავად პროცესს, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამ ბიზნეს საკითხისგან შექმნეს პოლიტიკური საკითხი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვარ, ეს იყო მიზეზი, საბაბი, ასე ვთქვათ, მათი საბაბი პოლიტიკაში წასვლისა, რომელიც დღეს გამოიცვალა საერთოდ და ეს გარკვეულწილად ზიანს აყენებდა საქართველოს იმიჯს გარეთაც. შეგახსენებთ, რომ პარტია ლელო და თავად ხაზარაძე ჯაფარიძე აქტიურობენ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პარტია ლელო წევრიანდება სხვადასხვა გაერთიანებებში, ისინი ხშირად არიან მიღებული სტუმრები სხვადასხვა დიპლომატიურ შეხვედრებზე თუ საზღვარგარეთ. თაღლითები, ანუ სისხლის სამართლის წესით თაღლითად ცნობილი ადამიანებს ართმევენ ხელს, მათ პოლიტიკურ მოსაზრებებს ისმენენ და პოდიუმ დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ ხოლმე. სულ ახლახან ნახეთ ერთი ასეთი ღონისძიება ჩატარებული, სადაც ერთადერთი პარტია იყო სწორედ წარმოდგენილი ლელო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, ბიზნეს ინტერესებთან ერთად პოლიტიკური ინტერესებიც იდგა ანაკლიას რაც შეეხება და ამ ინტერესების გატარებას ცდილობდა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და მთლიანად პარტია ლელო. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ საბოლოოდ დადასტურდა თუ რა არის ამ პარტიის კრედო, რომ თაღლითობა ეს იყო არამხოლოდ ის ერთეული შემთხვევა, რომელიც გამოაშკარავდა და სასამართლოს მიერ იქნა კიდევაც ამასთან დაკავშირებით განაჩენი გამოტანილი, არამედ პოლიტიკური თაღლითობა იყო ბოლო 4 წელი, როდესაც ერთის მხრივ რაღაც მამულიშვილური პოზიციები ეჭირათ თითქოს და ლელოს პათეტიკა ზოგადად და ესე ვთქვათ სტილი მათ საუბარის ყველასთვის ცნობილი არის, ის პათოსი, რომელთაც ისინი საუბრობენ და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი 4 წლიანი პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა.
კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს და პირველი დავიწყებ გუშინ ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა კვლევა არასამთავრობოებთან მიმართებაში, რომლებმაც არჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. ამ კვლევის მიხედვით თავად ამ არასამთავრობოებს, როგორც თქვენი პარტია განმარტავს, გამჭვირვალობის დეფიციტი აქვს იგივე ინფორმაცია ვებგვერდებთან მიმართებაში, დონორებთან და გრანტებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები რატომ გაურბიან გამჭვირვალობას აი ამ კონკრეტული სარჩელის საფუძველზე? უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავხადო გივი მიქანაძეს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი კვლევა იყო და შრომა, რომელიც ამას ჩადებულია. გახსოვთ თქვენ ჩვენი თავდაპირველი კვლევა 474 ორგანიზაცია, რომელიც ხელს აწერდა თავის დროზე პეტიციას და აპროტესტებდა კანონს. აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობა, რომ ნახევარს ვებგვერდიც კი არ ქონდა რა გამჭვირვალობაზეა საუბარი და აღარაფერს ვამბობ ვიცოდით თუ არა მათი დონორების შესახებ რამე ან გრანტის ოდენობასთან დაკავშირებით იყო კატასტროფული შედეგები. შემდეგ ამ ორგანიზაციებიდან ნაწილმა უკვე სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლო, შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს 121 ორგანიზაცია, ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ასე თქვა თავს აქტიურად თulis და მათ შორის აქვს უნარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინოს სარჩელი. ჩავხედეთ ამ 121 ორგანიზაციას და აქაც კატასტროფული მდგომარეობა არის. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 70% არის ორგანიზაციები, რომელიც არ ვიცი საერთოდ რა თანხებს იღებენ. მათი გრანტების მოცულობა არის უცნობი. და სულ 121-დან 21 ორგანიზაციას ჰქონდა მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის დაკმაყოფილებული 17% ორგანიზაციებისა. და გასაგებია, რომ ეს ფარისევლობაა, როდესაც ისინი საუბრობენ და ჩვენ გვახსოვს, რომ საუბრობენ გამჭვირვალობისთან დაკავშირებით და ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ისინი და მათი დონორები დახულულ კარს მიღმას და საჯაროდას გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, პრობლემა არ არის არანაირი ინფორმაციის მოძიება. აი კვლევა გამოქვეყნდა და ნახეთ ის 121 ორგანიზაციიდან, მათ შორის დეტალური სიაცარი ორგანიზაციებისა და შეეცადეთ, აბა მოიპოვეთ თუ ნახავთ რამხელა არის მათი გრანტის მოცულობა, ვინ არის მათი დონორი, წლიური ანგარიშს არ უნდა აქვეყნებდნენ ისინი, ანგარიშვალდებული არ უნდა იყვნენ ქართული ხალხის მიმართ. ეს არის თავარი კიდევ ერთხელ თავარი ფარისევლობა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით მდიდარი ორგანიზაციების კლანი ცდილობს წარმოაჩენოს, რომ ისინი წარმოადგენენ საზოგადოებას, ისე რომ მათ არანაირი ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან არ აქვთ და არც ანგარიშვალდებულად თვლიან თავს საზოგადოების მიმართ, რომ მათ წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბარონ ანგარიში, რა გააკეთეს მათ სასარგებლოდ. ისინი ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, დონორის მიმართ. მათ წლიურ ანგარიშსაც აბარებენ, შინაარსობრივ, ფინანსურ ანგარიშსაც აბარებენ, ყველა ინფორმაციას დაწვრილებით აძლევენ. რატომ? იმიტომ რომ მათ ლეგიტიმაცია დონორებისგან აქვს, ისინი მათგან იღებენ ფულს და შესაბამისად ანგარიშსაც აბარებენ მათ და თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან ქართული ხალხის მიმართ. ამიტომ ეს სავალალო მდგომარეობა არის და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ თუ რა პრობლემა არის ამ მხრივ. და მეორე ასპექტს მინდა კიდევ ხაზი გავუსვა. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს და ემუშავება იმაზე, რომ ისინი არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, გამჭვირვალობის რეესტრში. როგორც იცით, უკვე ცოტა ხანში ამოქმედდება ეს რეესტრი და ასეთი ინფორმაცია მოგვდის, გვესმის, რომ არის ერთის მხრივ ეუბნებიან, რომ ის ვის დარეგისტრირდება, ვერ მიიღებს გრანტს, თუ დარეგისტრირდება, მეორე მხრივ მიდის, ასე ვთქვათ, კონსულტაციების გაწევა თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მახინაციები გამოინახოს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირდნენ და ამავე დროს მიიღონ გრანტი, მათ შორის მიდის კონსულტაციები და რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, რაც საერთოდ უკვე სასაცილო არის და ზღვარცდება ყოველგვარი ასე ვთქვათ სერიოზულობისა, რომ გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის რეგისტრაცია წარმოადგენს გარკვეულ კლიშეს, რომელსაც ისინი გაურბიან. ამბობენ, რომ მათთვის იყო მიუღებელი, რომ ისინი აღქმული იყვნენ როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი და რა გამოდის, ისინი თუ დარეგისტრირდებიან საზღვარგარეთ, ეს პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან. კიდევ უფრო უარესი მათი გადმოსახედიდან ესე გამოდის, ხომ? ანუ თავად რასაც უწოდებდნენ მიუღებელს საკუთარი თავისთვის, რომ იყო წარმომადგენელი უცხოური ძალის, აღმოჩნდა, რომ თურმე მისაღები არის უცხოური ძალა თუ დარეგისტრირდნენ საერთოდ.
ამიტომ ეს არის ფარისეულობა ერთის მხრივ, რომელიც ჩვენ გვაქვს არასამთავრობო სექტორში და მეორე მხრივ ეს არის პრობლემა გამჭვირვალობის, რომელიც ქართულმა ხალხმა კარგად დაინახა უკვე და ამიტომ რა თქმა უნდა ყველა მოლოდინშია რომ შესაბამისი საჯაროობა იქნება უზრუნველყოფილი. ბატონ შავა, ისევ გამჭვირვალობის კანონზე რომ მკითხოთ, არასამთავრობოების მიზანი თქვენივე განცხადებით გასაგებია საკუთარი გაუმჭვირვალობის გადაფარვა შეიძლება და არ სურდეთ მათ გარკვეული ინფორმაციის გაჟღერება. პოლიტიკურ ნაწილში რას ფიქრობთ, როდესაც ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მოქმედებას იგივე საკონსტიტუციო სარჩელთან მიმართებაში, აი რატომ არის მათთვის, რატომ არიან წინააღმდეგობაში ისინი გამჭვირვალობასთან? ეს ახლა საერთაშორისო ერთი ორკესტრირებული კამპანია არის საქართველოს წინააღმდეგ და აქაც კარგად ვხედავთ ვინ არის ჩაბმული ერთიან ასე ვთქვათ ორკესტრირებულ თავდასხმაზე საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, აქ ერთი საკითხი არის, რომ აქაც კიდე ერთი ფარისეულობა ოპოზიციის მხრიდან და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ რამდენიმე თვის წინ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპიტეტებით მოიხსენებდნენ, რამის მონებად გამოაცხადეს მოსამართლეები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებასთვის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნავს დაეყენებინათ და დღეს იმავე მოსამართლეებს მიმართავენ სამართლის საპოვნელად. ესეც კიდე ერთი აბსურდი არის, ხას უსვათ კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა ეს ნიშნავს, რომ გამოდის რომ ის აღიარებს ლეგიტიმაციას და მას რომ კონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ვინმე ზუსტად მაგ სასამართლოს აქვს გამოტანილი განაჩენი მის მიმართ, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი არის ის, რომ ნაციონალურ მოძრაობამ გადაარჩინა ის და შეინარჩუნა ის ამ თანამდებობაზე და ხედავთ რისთვისაც ჭირდებოდა ნაციონალურ მოძრაობას ის ამ თანამდებობაზე. და კიდევ ორ კითხვას ერთად დავსვავ და დავასრულებ ამ ეტაპზე. ბატონ შავა, პირველი მინდა კითხოთ პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ თქვა, რომ თუ იმის ალბათობას დავუშვებთ, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, დაგვრჩება უკან ევროინტეგრაცია და მეორე ფრონტი გარდაუვალი იქნება. თქვენც ასეთი მოლოდინი გაქვთ თუ არა, თუ ისევ ალბათობაზე ვისაუბრებთ და მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მიუხედავად ამ საქმის მასშტაბურობის და ხმაურიანობის, ასე ვთქვათ, ამ საქმის მუხლიდან გამომდინარე, ოპოზიციის განცხადებები მოისმინეთ ალბათ, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ წინასაარჩევნო საქმეა, რომელიც ქართულ ოცნებას ხმებისთვის შესაძლოა დაჭირდა. როგორია თქვენი შეფასება ამ ნაწილში? მადლობა. პირველი რაც შეეხება ომში ჩაბმას და მეორე ფრონტს, მე რამდენიმე დღის წინ ჩავატარე აქ ბრიფინგი, სადაც მოგიყვანეთ ციტატები თუ როგორ ითხოვნა ოპოზიცია საქართველოს სახელმწიფოსგან სხვადასხვა რადიკალ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც გულისხმობდა ესკალაციაში შესვლას რუსეთთან. კერძოდ ისინი ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას ორგანიზებულად სახელმწიფოს მხრიდან, იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, საზღვრების ჩაკეტვას რუსეთთან, სანქციების დაწესებას, სავიზო რეჟიმის შემოღებას, ჰაერის დაკეტვას, ცის დაკეტვას საერთოდ, პირდაპირ რეისების დახურვას და ასე შემდეგ. ისინი ამას ასაც ითხოვდნენ, ეს არის მათი ჩათვალეთ წინასაარჩევნო დაპირება, როგორც კი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განახორციელებენ. მეორე დღესვე ისინი დაიწყებენ ორგანიზებას მებრძოლებისა, იმისთვის რომ გაიგზავნონ უკრაინაში, ისინი იფიქრებენ იარაღის მიწოდებაზე უკრაინისთვის, ისინი ჩაკეტავენ ცას, დააკეტავენ საზღვრებს, შემოიღებენ სავიზო შეზღუდვებს და ასე შემდეგ. ეს მათ კანონი პროექტების დონეზე წარმოდგენილი აქვს პარლამენტში და დევს პარლამენტში. ერთი კვირა დაჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კანონად აქციონ და ეს შეზღუდვები დააწესოს. და რა თქმა უნდა, ეს ამას წინა ბრიფინგზე ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ეს ნაბიჯი გულისხმობს ესკალაციაში შესვლას რუსეთთან და ესკალაციის ბოლოს რაც არის, ამ ქვეყანას არაერთხელ უნახავს. მინიმუმ ეს იქნება ეკონომიკური კატასტროფა და კრიზისი საქართველოსთვის და დიდი ალბათობით ეს იქნება ცხელი ომი. ამიტომ რა თქმა უნდა, ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებას რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში სწავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში, ასე შემდეგ, ყველაფერს იმას, რასაც ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, რა თქმა უნდა, გააკეთებენ და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში.
ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირება და ასე შეხედოს ყველა მოქალაქემ მათ წინასაარჩევნო ბანერზე. იქ უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართულ ხალხს პირდებიან ომს. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს, თავისთავად ეს უსაფრთხოების სამსახურის საკითხი არის ამ დეტალები ამ გამოძიებისა, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია ზოგადად მსოფლიოში და რეგიონში, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველ ჯერზე გვეუბნებიან, რომ ყველაფერი შემთხვევითი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევითობების ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს. ყოველ შემთხვევაში უნდა კრიტიკული ვიყოთ ამ შემთხვევითობების მიმართ და არსებობს როგორც ჩანს სარწმუნო მონაცემები უსაფრთხოების სამსახურში და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ საქმის ბოლომდე ჩაყოლა. ერთ რამეს უნდა გაუსვა ხაზი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში, როდესაც დახურულ კარს მიღმა მიდის ხოლმე, გულისხმობ პლენარის ხდომაზე წრიულ ანგარიშს, იქ ამაზე არის ხოლმე საუბარი უფრო მეტ დეტალებზე და ერთი რამე უნდა ითქვას. ჩვენ იმ რეგიონში, როგორც რეგიონში ჩვენ ვართ, გავიხედოთ გარშემო და დავხედოთ რუკას. საქართველოს ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია მოქცეული. სადაც არ უნდა გაიხედო ომი, კონფლიქტი, დაძაბულობა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ჩათვლით, სადაც ორ რეგიონში უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი არის განთავსებული. ამ პირობებში ბოლო უკვე რამდენიმე წელია და ეს პერიოდი არის რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა ამ ქვეყანაში და ეს არის სწორედ დამსახურება ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მთლიანად, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენცია ამის, დროული რეაგირება და ის რომ არც ერთი უსაფრთხოების მხრივ რაიმე რისკი რეალიზება არ მოხდა. გამარჯობა, ბატონო შალვა. რუსთავი 2 სალომე უერთაშვილი. მე თუ შეიძლება კითხვას დაგისვამთ გიორგი გახარიას პარტიაში ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაინიშნა და გაკეთდა უკვე განცხადება, იქ საუბრობენ არჩევნების გაყალბებაში თქვენი და ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე. წაგიკითხავთ ციტატას. შალვა პაპუაშვილმა ძალადობა დაანონსა, მივმართავთ პროკურატურას, წინასწარ გაურიგნენ ზონდერებს, რომ ამნისტიას შეახებდნენ იმ გათვლით, რომ არჩევნებისთვის მოაბილიზებდნენ. კონკრეტულად ისინი საუბრობენ, რომ რეგიონებში მოხდება მსგავსი ფაქტები. რა პასუხი შეგიძლიათ გასცეთ თქვენ? არაფერი ხან ამ ფანტაზიებზე რა თქმა უნდა პასუხი არანაირი რა უნდა გავცეთ ამ ფანტაზიებს. საქმე იმაშია საერთო ჯამში, რომ ქართველი ხალხი ხედავს რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ესა თუ ის პარტია. ქართველი ხალხი ხედავს 12 წლიან უწყვეტ მშვიდობას ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი ხედავს თუ საით მიაქანებს ოპოზიცია მათ. ეს არის ზუსტად ომი, ძალადობა, რომელიც ასოცირდება რადიკალურ ოპოზიციასთან. შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ძალადობის შემოქმედი და მათ შორის ძალადობის სისტემის შექმნელი და ამ სისტემის შემქმნელები დღეს თავსაფარებენ ევროკავშირს, შეგახსენებთ ამასაც და სამწუხაროდ დღემდე ვერ შევძელით, რომ გადმოგვეცას ევროკავშირის ტერიტორიიდან ის კრიმინალები, რომლებიც თავსაფარებენ ევროკავშირის ტერიტორიას. და მეორე ძალადობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აწარმოებენ ძალადობას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გქონდა საუბარი, როდესაც ხდებოდა პირდაპირ ტერორის კამპანია უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან პოლიტიკურ თანამდებობის პირების მიმართ, გახსოვთ თქვენ პოლიტიკურ თანამდებობის პირების პირადი სატელეფონის პირადი ნომრების გასაჯაროება, მუქარა, დარეკვა მათ ოჯახის წევრებთან, რასაც NGO-ების თანამშრომლები აკეთებდნენ, ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, პოლიტიკოსების მიმართ მუქარა და ასე შემდეგ მთელი კამპანია ძალადობის. ასე რომ არ ვიცი ხა სასაცილოა უბრალოდ, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მათ რაღაც შიში აქვთ ძალადობის. არავის არანაირი ძალადობა ქვეყანაში არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ყველას მოუწოდებ, რომ გავიდნენ მოსახლეობას შეხვდნენ. მეორე საკითხია, რა აქვთ მათ სათქმელი მოსახლეობასთან და რა იქნება სათქმელი მოსახლეობას მათთვის. გასაგებია ხა ისინი რასაც გულისხმობენ ძალადობასთან მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩემს სიტყვებს, როდესაც მე ვთქვი, რომ რა თქმა უნდა მათ პასუხს მოთხოვენ იმ ყველაფრისთვის, რაზეც ისინი ასეთკენას მოუწოდებენ ისინი სახელმწიფოს, მაგრამ პასუხს მოთხოვენ პოლიტიკურად. რატომ მათ სწორედ ეს არის სინამდვილეში, სადაც ჩანს მათი
მათი დაშინება, რომ მათ უნდა დააშინონ მოსახლეობა, რომ კრიტიკული კითხვები არავინ არ დაუსვას. და როგორც კი ვინმე კრიტიკულ კითხვას დასვას, ამას მონათლავენ როგორც ძალადობას. ნუ ეს არის საბოლოო ჯამში, იმიტომ იციან, რომ რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს კითხვები მათ მიმართ ექნება და იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დაისვას და დააცენზურონ და ესე ვთქვათ, გააჩუმონ კრიტიკოსები, ამიტომ მიმართავენ თავად დაშინების მეთოდს. და კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, თეონა აქუბარდიას ჰქონდა დღეს პარლამენტში ასევე ბრიფინგი, მან ისაუბრა, რომ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ გამჭვირვალობის კანონი თავდაცვის მიმართულებით ძალიან უარყოფითად აისახა. საქართველოში გაიყინა დაფინანსება და შეჩერდა პროექტები, იგეგმება ასევე ურთიერთობების გადახედვა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა შეგიძლიათ ამ განცხადებაზე? არ ვიცი, ქალბატონ თეონა ზოგადად უცხო ქვეყნებთან აქვს უფრო მჭიდრო კავშირი როგორც ჩანს და მიმოწერაში არის მათთან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია მოუწოდებდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ მიეწოდებინა უკრაინისთვის ჯავშან მანქანები და ამუნიცია. ანუ პირდაპირ მოუწოდებდა, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. ამიტომ რაიმე უსაფრთხოების თემებზე არც კი ვფიქრობ, რომ ზოგადად ღირს პასუხისგაცემა ამ ადამიანის მიმართ, რომელიც საქართველოს პირდაპირ მიაქანებდა ომში. ბატონო შალვა, გამარჯობა, ნინო სამყურაშვილი. მთავარი არხი რამდენიმე კითხვა მექნება მეც და ერთი რითიც მინდა რომ დავიწყო, აი თეონას თემა მინდა რომ გავაგრძელო და იქ მთავარი მისი გზავნილი, რაც ოპოზიციას ჰქონდა და ასე ვთქვათ, თეონასაც ჰქონდა, იყო ეს რომ ხდება ისე რომ აი ამ კანონის გამო ქვეყანამ ძალიან უკან დაიწია და თქვენ რა სიტყვით ამ ნაწილთან მიმართებით და კიდევ შეიძლება რომ მეცელოდოთო ანუ პასუხისგებლობა უნდა აიღოს ამაზე ხელისუფლებამ. თქვენი პასუხი რა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამ კანონმა დაგვაზარალა, კიდევ უფრო დაგვაზარალებს მოლაპარაკებები გაჩერებული. არა, რა თქმა უნდა, ეს კანონი არათუ დაგვაზარალებს პირიქით, უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია თუ რა გავლენები არის პოლიტიკაში თუ მის მიღმა, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რა გავლენები ხორციელდება, ვის მიერ არის ეს დაფინანსებული და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიაც კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება. ეს არის ანი და ბანი დემოკრატიისო, რაც უფრო მეტი გამჭვირვალობაა, მით უფრო ძლიერი არის დემოკრატია, მათ შორის ძლიერი არის დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოება. რაც შეეხება სხვადასხვა დაფინანსებას. მოლაპარაკებები რომ არ გრძელდება ბატონო და გაჩერებული როა და დახმარება რომ გაჩერდა. აი ამაზე უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევხედოთ პრიორიტეტები ჩვენი რა არის. ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე ჩვენი სახელმწიფოს. ჩვენ თუ ეკონომიკურად ვიყავით მაჩანჩალა ქვეყანა და პოლიტიკურად ვიყავით მოწყვლადი და სხვების გავლენების ქვეშ ყოფი ქვეყანა, ასეთ ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ, არც სხვა რომელიმე გაერთიანებაში თუ კლუბში. ამიტომ უპირველესი ამოცანა არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება. ეკონომიკური წინსვლის მხრივ საქართველოს არის ლიდერი ევროპაში ეკონომიკური ზრდით, მათ შორის მოლდოვასთან შედარებით, რომელიც კანდიდატიც არის, მოლაპარაკებაც დაწყებული აქვს და როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცება, მილიარდები უნდა დაცემო და თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკება დაიწყო. აი ხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან არ ვიცი, არ იყენებენ როგორც საჭირო არის, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით თუ არ ვცდები 8-ჯერ თუ 7-ჯერ მეტი მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ასე რომ ეს საჩვენებს საერთო ჯამში, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურის გარდა მეორე პოლიტიკურ მიმართულებას, რა თქმა უნდა, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება საზოგადოებრივი სფერო მთლიანად და რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ყველა ორგანიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე, ეს უფრო გააძლიერებს თითოეულ მოქალაქეს, გააძლიერებს ჩვენ დემოკრატიას და მას უფრო რეზისტენტულს გახდის გარე გავლენების მიმართ. ბატონო შალვა, კიდევ ერთი კითხვა სენატთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. დღეს სენატში საგარეო კომიტეტზე არის მოსმენა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროპის მომავალი, იქ მომხსენებელი საქართველოსზე იქნება ჯიმ ობრაიანი, თანაშემწე სახელმწიფო მდივნის. თქვენ რა სიტყვით, მაგალითად ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ წვავე გზავნილები კიდევ ერთხელ იქნება, იმიტომ რომ ხელისუფლებას აი ამ არადემოკრატიულ ქცევას არავინ არ აპატიებს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გაგრძელება სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის და ელოდებით თუ არა დამატებით კიდევ სანქციებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სენატში ქართული ხალხის აქტია დარეგისტრირებული, იქით მეგობარი აქტი და ასე შემდეგ. აი რას ელით თქვენ და რა მოლოდინი გაქვთ, რომ როგორ შეიძლება ურთიერთობები განვითარდეს სტრატეგიულ პარტნიორთან?
უპირველეს ყოვლისა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეული არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. იგივე ეხება ევროკავშირსაც. და რა თქმა უნდა, სანამ ეს ომი მიმდინარეობს, არის გარკვეული მგრძნობელობები სხვადასხვა მხარეს, არის გარკვეული მოლოდინები სხვადასხვა მხარეს და შესაბამისად რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში არის ჩვენი ურთიერთობები. როგორც კი ეს ომი დასრულდება და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება ეს ომი, რა თქმა უნდა, ამ ტყვეობიდან გათავისუფლებულად უკვე უფრო სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება იმისთვის, რომ გადაითვისოს ეს ურთიერთობები. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თავად სენატში და კონგრესში ბოლო პერიოდში მიმდინარე განხილვას და მე ეს სხვადასხვას თქვი, ჩემი მოლოდინი და იმედი არის, რომ კონგრესი ან სენატი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს თუ რა როლი ჰქონდა უცხოურ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ასე ვთქვათ ყალბი მონაცემების გავრცელებაში. კიდევ ერთხელ 2020 წელს, როგორც იცით, ამერიკული დაფინანსების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ისვედი ავრცელებდა პარალელურ დათვლის ყალბ შედეგებს და შემდეგ გაირკვა, რომ ისმა დონორმა USAID, რომელიც არ არის ჩვეულებრივი კერძო ფონდი, ეს არის სახელმწიფო სააგენტო, სამინისტროს ეკვივალენტი სტრუქტურა არის, გაირკვა, რომ USAID-მა იცოდა ეს ყველაფერი და მალავდა. მათ შორის გვიმალავდა ჩვენს პირადად, როდესაც მათთან შეხვედრები ჰქონდა, გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი იყო სწორი, რომ ჩატარდა აუდიტი და არანაირი შეცდომა არ იყო აღმოჩენილი. ამას გვეუბნებოდნენ ჩვენ, მანამ სადამ საბოლოო ჯამში ისვეც მოუწევდა აღიარება, რომ იყო შეცდომა და მე აღმოჩნდა, რომ USAID-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ ყალბ მონაცემებს ავრცელებდა ისვედი და გვატყუებდა ჩვენ და არ უმხელდა ამას საზოგადოებას. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ USAID არის სახელმწიფო ინსტიტუტი და ის მათ შორის ფიზიკურადაც განთავსებული არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ასევე ისმის კითხვა იცოდა თუ არა მაშინდელმა ელჩმა იმის შესახებ, რომ ყალბი იყო ის რიცხვები, რომელიც ვრცელდებოდა პარალელური დათვლის, რომელიც იყო საფუძველი მაშინ არეულობის დაწყებისა და მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი ელჩი ჩართული იყო როგორც მედიატორი მხარეებს შორის და რა თქმა უნდა ეს ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა თუ აღმოჩნდებოდა, რომ ელჩმა იცოდა, რომ ტყუილი იყო ის, რაზეც დაობდა ოპოზიცია და ამას არ ეუბნებოდა მხარეებს. ამიტომ ჩემი მოლოდინი არის ის, რომ კონგრესმა ან სენატმა გამოიძიოს ეს საკითხი და გაარკვიოს რა როლი ჰქონდა USAID-ის 2020 წელს საქართველოში არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელების საქმეში. თქვენი მოლოდინი არის სანქციების დაწესება, იმიტომ რომ იქ ორივე აქტი წერია ასეთი რამ, რომ ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის, მათ უნდა დაუწესდეს სანქციები, ანუ ქართული ოცნების წევრების მიმართ. ფინანსური სანქციების მოლოდინი გაქვთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმის სახელმწიფო დეპარტამენტის იქითაი პირობითად, რომ კონგრესმა დაავალოს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტს თუ ასე შემდეგ, რომელიმე უწყებას, რომ ეს ნაბიჯები. ჩემი მოლოდინია, რომ კონგრესმა ან სენატმა გამოიძიოს თუ რა როლი ჰქონდა USAID-ის ამ საქმეში, თუ რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ზოგიერთ თანამშრომელს ამ საქმეში, რაც შეეხება 2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში და ამით არეულობის წაქეზებაში და შესაბამისად თუ გამოჩნდება პირები, რომლებიც USAID-ის თუ სხვა მხრიდან ჩართული იყვნენ ყალბი შედეგების გავრცელებაში, შესაბამისი ამ პირების შესაბამისი დასჯა იმ მეთოდებით, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში. ქართული ოცნების მიმართ არ გაქვთ ასეთი მოლოდინი, მე ამას გეკითხებით. 2020 გავიგე ბატონ შალვა და ეს ახსნა განმარტებაც გავიგე, მაგრამ ქართული ოცნების წევრების მიმართ, აი პირადად, ანუ როდესაც ამბობენ, რომ სანქციები მაგალითად სავიზო შეზღუდვები აქვთ დაწესებული დეპუტატებსაც ხო პარლამენტში. მე მოლოდინი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა შეხედონ საკუთარ თვალში დირეს, თუ არის ეს დირე და შემდეგ ეძებონ საქართველოში ბეწვი. საქართველოს თვალში ბეწვი. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით პასუხს და სხვათა შორის მე ამას ვიმეორებ ხოლმე პერიოდულად USAID-თან დაკავშირებით და ხედავთ, რომ არც ერთხელ ამაზე აიმე გამოხმაურება არ ყოფილა. იმიტომ რომ აქ მე მაღალი ეჭვი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, დიდი გადაცდომა იმალება ამ ყველაფრის უკან, რომელიც მაშინ ჩვენ ბეწვზე გადავრჩით არეულობას. 2020 წელს ჩვენ ახლა 4 წელი გავიდა და შეიძლება თავისუფლად უყურეთ, მაგრამ 2020 წელს თავის დროზე ქართულ ოცნებასაც მაშინ ბრძნულად და წინდახედულად რომ არ ემოქმედა, იქ ისეთი არეულობა შეიძლება ყოფილიყო, რა მოხდებოდა შემდეგ. კაციშვილმა არ იცის. ქვეყანას თავდაყირა აყენებდა ფაქტობრივად ისვედი თავისი ყალბი პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებით. და აღმოჩნდა, რომ ამაში დონორიც იყო ჩართული.
და დღეს იგივე ორგანიზაციები დღეს გვეუბნებიან, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა იყვნენ. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაირკვეს სიმართლე. რა იცოდა USA-დმა და თუ იცოდა, რატომ უმალავდა იმ ქართველ ხალხს, რომელზეც მე გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და თუ კი არის იქნებიან პირები, რომელსაც აქ მიუწვით გარკვეული დანაშაული თუ გადაცდომა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ორი კითხვა კიდე დამრჩა, ამიტომ ერთნაირად ერთად კითხავთ და იქნებ რომ მოვასწროთ და რომ ბავშვებმაც მოვასწრო. მოკლედ, ირანის ამბავი მინდა კითხოთ, ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ინაუგურაციაზე, ახალი პრეზიდენტის, ძალიან მწვავე გამოხმაურებები აქვს ოპოზიციისგან, რომ ჯერ სატირალში წავიდა, ახლა ინაუგურაციაზეც წავიდა და იმ დროს, როდესაც იქ მხოლოდ დადის ჰამასი და ჰეზბოლა, რა უნდა იქ საქართველოს პრემიერს ამ ნაწილზეც და იმ კონტექსტშიც რომ გვიპასუხოთ, რომ ეს ყველაფერიო დიდი ალბათობით არის, იმიტომ რომ ამერიკის საპერწონეთ აკეთებენ, რომ მათ ერთგვარად პოლიტიკურ სიგნალს უგზავნიან და მეორე ამბავი კიდევ ეს თემა ძალიან გიყვართ, რომ კანონი ამოქმედება უახლოეს პერიოდში და ანუ იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაავალა უпростоრად იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრს, რომ შეიქმნას ეს ბაზა და ასე შემდეგ. ვინ უკვე რას უნდა ელოდოს, არ ვიცი, აი ეს ხალხი ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობ, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან. ხო, აი პირველ ჯარიმებს როდის უნდა ველოდოთ, რა ნაბიჯებით წავა და როგორიც გზას გაივლის უკვე ამოქმედება, ასე ვთქვათ, კანონის. უბრალოდ ყოველსა რაც შეეხება ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციას, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეზობლო არის და როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართული ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი, ასევე რა თქმა უნდა, ინაუგურაციაც არის მომენტი, როდესაც განსაკუთრებით თუცა ეს სამეზობლოს ეხება და ჩვენ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული შესაბამისად თანადგომა ინაუგურაციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იქ ასევე როგორც ვიცით იქნებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ანუ ეს არის ის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიული კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა გვავალდებულებს ჩვენ როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა ჭირში და გვერდში დგომა ასევე ხინში თუ ინაუგურაციაშიც თუმცა ჰამასი და ჰეზბოლა არის იქ ბატონო შალვა და ჩვენ ზოგადად კითხვის ნიშანია სტრატეგიული პარტნიორები ამასთან დაკავშირებით ვერ კითხვის ნიშანს ხომ ვინ იმყოფება, სად იმყოფება ვერ გეტყვით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა ირანში იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა და შეგახსენებთ, რომ ის არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებას, ასე შემდეგ და თლიანი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე და ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიული, კულტურული ვთქვათ ვალდებულებაც რა თქმა უნდა, რომ რეგიონში ასეთ ღონისძიებების დროს იყოს ქართული ხალხის წარმოდგენილი. სტრატეგიული პარტნიორისთვის არ არის გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ აი ჩვენ რატო უნდა იყოს ამ გზავნილი? რატო უნდა იყოს ამ გზავნილი? ჩვენ საქართველოს კიდევ ერთხელ ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის ამერიკის შეერთებული შტატები განთავსებული, ხო? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რომ კონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენ სამეზობლოსთან და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცოს პრეზიდენტად არჩევა და მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე როგორც ამას აკეთებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, თურქეთიც ასევე წარმოადგენელი იქნება. რაც შეეხება კანონს, ხო, თავად კანონს ახლა ნელ-ნელა იწყება ეტაპი ამოქმედების, იცით რომ იუსტიციის სამინისტრომ შექმნა უკვე შესაბამისი დეპარტამენტი და დღეს იუსტიციის მინისტრმა მოგახსენათ კიდევაც რომ ტექნიკურად უკვე ყველაფერი მომზადებული არის ელექტრონული რეესტრის სახით, ახლა უკვე თავად ჯერი არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედია ორგანიზაციებზე, რომელიც უნდა დარეგისტრირდნენ ამ რეესტრში. სიმართლე გითხრათ, ხა ეს ტექნიკური საკითხები მე უკვე ამდენად ჩახედული არ ვარ, თუ ზუსტად როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის სამინისტრო დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა სერვისებს აქაც საკმაოდ მომხმარებელზე ორიენტირებულად განახორციელებს ამ ყველაფერს. ამიტომ მოუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებდა ქვეყნის გარედან, რომ დარეგისტრირდნენ ამ რეესტრში. კიდევ ერთხელ აქ საბოლოო ჯამში შედეგი რა იქნება ამ რეესტრის, ხომ? ერთადერთი რამ, რომ თქვენ, აი სულ ყველას ვინც აქ დარბაზში ვართ, საქართველოს მოქალაქეებს და მთლიანად ჩვენს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებობს ერთი ვებგვერდი, სადაც შევარდა ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უბრალოდ გავიგებთ, რომ ვისგან ფინანსდება
და რა შეხარჯავს ამ ყველაფერს. არ იწვალებთ ახლა ლოგოების გარკვევით და როგორც ბატონმა გივი მიქანაძემ მოგახსენათ წინა ბრიფინგზე, როდესაც ვებგვერდიდან ვერ ხვდები საერთოდ ვინ აფინანსებს, რას აკეთებს, რამდენად აქტუალურია ეს მონაცემები. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ კი უცხო ქვეყნებს სურთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის დახმარება, ამას რა თქმა უნდა მივესალმებით და მადლობას ვეუბნებით ყველას. და ამ ქართულ ხალხს უთხრან, ხო უნდა დაემალონ ევროპელი თუ ამერიკული თუ სხვა ფონდები ქართულ ხალხს და ჩუმად ხო უნდა აკეთონ ეს დიდი სიკეთე, რომელსაც ისინი ქართული ხალხისთვის აკეთებენ. გააკეთონ ეს საჯაროდ, უთხრან ქართულ ხალხს, რაში იხარჯება ფული. ამიტომ ყველას მოუწოდებ დარეგისტრირდნენ ერთი და მეორე გავიმეორებ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ მოდის ხმები, რომ ზოგიერთი დონორი ეუბნება NGO-ებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი დარეგისტრირდებიან, ვეღარ მიიღებენ გრანტს მათი მხრიდან, რაც არის პირდაპირ ზეწოლა ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ მან დაარღვიონ კანონი. და ასეთი ორგანიზაციები თუ არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელზეც ხდება ეს ზეწოლა, მოუწოდებ მათ, რომ საჯაროდ განაცხადონ ამასთან დაკავშირებით და ვიცით, ესე ვთქვათ, კულუარული საუბრებიდან, რომ ასეთი ზეწოლა არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ დახულ კარს მიღმა კი ნუსაუბრობენ ამაზე და კერძო საუბრებში. საჯაროდ ისაუბრონ, რომელი დონორი აძალებს მათ, ასე ვთქვათ, რომ არ დარეგისტრირდნენ რეესში და ეუბნება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ მიიღებენ გრანტს მათი მხრიდან. ვინაიდან ეს იქნება ზუსტად მათი მხრიდან პატრიოტული საქციელი, იმისთვის, რომ ამხილონ არაკეთილ სინდისიერი დონორები. კოლეგამ დამითმო, ბოდიშ თავისით რომ დამითმო ერთ კითხვას დავსვავ ბატონ შავა ამჯერად შოუ ბიზნესზე. მე მინდა კითხოთ ქართული მომღერლების ორმაგ სტანდარტზე ჩვენ გუშინ ნახეთ იურმალაში ალა პუგაჩოვა და ნინო ქათამაძე ერთ სცენაზე და ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში იგივე ალა პუგაჩოვა და იგივე ნინო ქათამაძე ამჯერად წყალგამყოფი მათთვის უკრაინაში მიმდინარე ომი აღმოჩნდა, რატომ არ იყო წყალგამყოფი 2008-ში საქართველოში მიმდინარე პროცესები თქვენი შეფასებით? ხო, ეს სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში, რომ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რას დავაბრალო, ეს არის გარკვეული აყოლა, რაღაც ნიშანს ელოდება ხოლმე ზოგიერთი წევრი საზოგადოების, რომ როგორც ჩანს ზოგიერთისთვის საქართველოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, ან 90-იან წლებში, ან დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. მათ სინამდვილეში რუსეთი შეიძულეს 22 წლის თებერვალში, ესე გამოდის. იმიტომ ჩვენ გვახსოვს, ხომ, ნაციონალ მოძრაობა, რომელიც ასე ვთქვათ, დღეს გულზემ ჯიხს იკრავს და მათი პროპაგანდისტები სხვადასხვა საზოგადოებრივ სხვადასხვა სფეროში, ჩვენ გვახსოვს ომის შემდეგ, როგორ ხდებოდნენ საზღვარზე ტურისტებს, როგორ დადიოდნენ რუსეთში და კონცერტს ატარებდნენ, როგორ ხელგაშლილები იყვნენ რუსი ტურისტების მიმართ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხო გვახსოვს. ანუ შეიძლება აი ახალგაზრდა თაობას ეს 2008, 9, 10, 11 წლები არ ახსოვს იმდენად კარგად და ამიტომ უნდა შევახსენოთ თუ რამხელა ფარისევლობასთან და თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როდესაც დღეს რაღაც ასე ვთქვათ გარკვეული საზოგადოებრივი კლასი წარმოიქმნა თითქოს, რომელსაც ყველაფერი რუსულის ძაგს, ოღონდ ეს ძაგს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც ომი გაჩაღდა ჩვენი ქვეყნიდან რამდენიმე 100 თუ 1000 კილომეტრის იქით. როდესაც ჩვენ ქვეყანაში აქ თბილისთან გაჩაღებული ომი იყო და დასრულდა ეს ომი ოკუპაციით, ამის შემდეგ რაღაც არავის თითქოს არ ზაგდა ისე ის რუსეთი და დადიოდა ყველა კონცერტსაც ატარებდა, ტურისტებსაც ხვდებოდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის თვალთმაქცობა, სამწუხარო თვალთმაქცობა, რომ შენი ქვეყნის ოკუპაცია ფიქრობ რომ დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყო დონბასის ოკუპაცია. ასე რომ სამწუხარო მოვლენა არის და ამას მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეხებოს. მოგესალმებით, თათია მაყაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ერთი კითხვა მექნება თქვენთან ოპოზიციის მხრიდან წინასწარ საუბარი გაყალბებაზე, ასევე ქუჩის აქციებზე, პროტესტზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურდა ამ თვალსაზრისით გუშინ გააკეთა სასამართლოდან განცხადებები, რას ემსახურება წინასაარჩევნოდ, რა მიზანია აქვს, როგორ ფიქრობთ? ეს კინო ნანახი გვაქვს 2016-ში, 2020-ში, შუალედურ სხვა არჩევნებზე, ადგილობრივის თუ საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს კინო ნანახი გვაქვს წინასწარ გამოცხადებული გაყალბების ისტორია, რომელიც მათი მხრიდან ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, წარმოჩენილი.
ეს არის ვიციან სინამდვილეში რომ არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვს მოქალაქეებისგან, იციან რომ მორიგი მარცხი ელით და იციან რომ ერთადერთი გზა რომ მათ ძალაუფლება მოიპოვონ ეს არის დემოკრატიის გვერდისავლით, ძალადობით და არეულობით. ეს სცადეს მათ ყოველ ჯერზე. 2020-ში იყო ყველაზე უხეში მცდელობა ამისი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით ყალბი შედეგები ვრცელდებოდა იმისთვის რომ აერიათ სიტუაცია. მაგრამ ნახეთ რომ საზოგადოება ძალიან მალე ერკვევა ხოლმე მდგომარეობაში და აქაც რა თქმა უნდა არანაირი ასე ვთქვათ იმედი არ უნდა გქონდეთ რომ წარმატებული იქნებიან. ერთ საკითხს კიდე მინდა შევეხო, ვინმე დღეს ვნახე განცხადება ახალგაზრდა ასოციაციის თითქოს ეგრეთ წოდებული SLAP სტრატეგიის გამოყენებისა თითქოს ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ დეზინფორმაციის თუ სიყალბის გავრცელებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას. ეს მე წინა ბრიფინგზეც ვთქვი, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ავრცელებს ახალგაზრდა ასოციაცია და ეს არაერთხელ მე ნათქვამი მაქვს და სამწუხარო როგორც ჩანს დონორები ამას თვალს უხუჭავენ, რომ ეს ტყუილი ვრცელდება NGO-ების მხრიდან, რომ თითქოს ცილისწამების გასაჩივრება, მათ შორის ორგანიზება ამისი არის სტრატეგიული საჩივრების სტრატეგია იმისთვის, რომ დატვირთოს მედიები. ეს არის ტყუილი აბსოლუტურად. SLAP ის ტერმინი, რასაც ისინი გამოიყენებენ, ეს ტერმინი უპირველეს ყოვლისა მიესაბეგება ამერიკაში როგორც წესი საჩივრებს და გულისხმობს შემდეგ რამეს, რომ SLAP ეწოდება ისეთ სარჩელებს, რომლებსაც არ აქვს არანაირი პერსპექტივა წარმატებას. ან როდესაც მომჩივანი, მაგალითად ცილისწამების საბაბით უჩივის რომელიმე მედია საშუალებას თუ მნიშვნელობა არ აქვს ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს, უჩივის ოღონდ იცის, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ აქვს ამ საქმისთვის. უბრალოდ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე არის სისტემა აწყობილი, რომ უპირველეს ყოვლისა ამისთვის გჭირდება შენ ადვოკატები, რომელიც ძვირი ღირს, პროცესი, რომელიც ხანგრძლივია და უწევს მეორე მხარეს ხარჯის გაწევა ისე რომ საბოლოო ჯამში მეორე მხარე, თქვათ მედია, მაინც მოგებული რჩება. მაგრამ მოსარჩელის მოგება იმაში არის, რომ მან დრო დაახარჯინა და თანხა დაახარჯინა, რაც თავარია მედიას და სულ არ აინტერესებს საბოლოო ჯამში სასამართლო პროცესს მოიგებს თუ არა. ანუ SLAP-ის მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა იცის, რომ მისი სარჩელი განწირულია წაგებისთვის, არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ შეაგდებს ბევრ სარჩელს იმისთვის, რომ მეორე მხარეს მოუწევს ადვოკატების აყვანა, ხარჯის გაწევა და ამითი ფინანსური ტვირთი შეუქმნას მას. საქართველოში ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ეს არის გამოგონილი ყალბი ტერმინი საქართველოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ დონორების წაქეზებით ხდება ასეთი ტყუილების გავრცელება იმისთვის, რომ დააშინონ ადამიანები და გააჩუმონ ადამიანები, რომ არ უჩივლონ ცილისწამებაზე სხვებს. რა თქმა უნდა, თუ კი ცილისწამებას აქვს ადგილი, ამისთვის არსებობს კანონის უზენაესობა, რომ ყველას აქვს, ყველა მოქალაქეს, საჯარო მოხელე იქნება, პოლიტიკოსი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, უფლება რომ მიმართოს სასამართლოს. და მათ შორის არამხოლოდ შედეგები სასამართლოსი, როდესაც იგებენ ამ სარჩელებს, გვიდასტურებს, რომ ეს არანაირი SLAP არ არის და წინასწარ წაგებისთვის განწირული სარჩელი არ იყო. არამედ კეთილსინდისიერი დამკვირვებელი თუ ჩახედავს თითოეულ ამ საქმეს, ყველა დაადასტურებს თუ საქმე ქონდა ცილისწამებასთან. მათ შორის ხანდახან ცალკეული მარეგულირებელი ორგანიზაციებიც ადასტურებენ ხოლმე ამას. ამიტომ ეს SLAP-თან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არის აბსოლუტური სიყალბე და დეზინფორმაცია და სამწუხარო, ის დონორები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ, დღეს SAI-ამ გაავრცელა, არ ვიცი ეს ერთობლივი იყო თუ ამ ორგანიზაციის, აი SAI-ას ვინც უფინანსებს ამ განცხადებებს, ის დონორი, რა თქმა უნდა, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და ცდილობს რომ გააჩუმოს ადამიანები და შექმნას ისეთი გარემო, როდესაც ადამიანი არ გაასაჩივრებს, არ იბრძოლებს საკუთარი სიმართლისთვის. მადლობა. კითხვა მაქვს უკაცრავად, ხო. სამგავჩით ფონი, ორი კითხვა მაქვს, სულ ერთი დანის ამბავს გავაგრძელებ. აქ ბუნებრივი არ არის საუბარი ერთ სახელმწიფოზე, როგორც იცით, ბატონ შალვა, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკამ, გარდა ამისა გერმანიამ და ლაპარაკია 72 მილიონზე. თქვენ მუდმივად აპელირებთ მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, თუმცა მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში არ მოხდა, როდესაც ასე უკან იხევს ჩვენი თავდაცვის უნარიანობა.
ამაშიც თქვენ ხედავთ თუ არა საკუთარ პასუხისგებლობას, ან რა ნაწილში გრძნობთ პასუხისგებლობას, თუ აქაც მთავარი დამნაშავეები ბანკირები არიან? უბრალოდ ყოველთვის საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე პირველ რიგში ზრუნავს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეები ჩვენი შენატანი ბიუჯეტში და სახელმწიფოს პასუხისგებლობით, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს როგორც ჩვენი ჯარის მიმართ, ისე ზოგადად თავდაცვის უნარიანობის მიმართ. ამიტომ ჩვენ ქართველები ჩვენი შენატანებით და გადასახადებით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. რაც შეეხება უცხოურ მონაწილეობას ამ საკითხში, უბრალოდ ყოველისა ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს თავის არსით არ არის სამხრივი დახმარება. ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, განსაკუთრებით როდესაც ახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სხვადასხვა მისიებში. და ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, მაშინ როდესაც ნატოს წევრების უმეტესობა ან არ აგზავნიდა სამხედროებს ავღანეთში, ან შტაბის იქით არ გადიოდა და ცხელწეტილებში არ გადიოდა, საქართველოს ჯარისკაცები იდგნენ ავღანეთში და იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად. ამიტომ ეს არის ურთიერთსასარგებლო საქმიანობა და ეს არის პასუხისმგებლობა სად არის ამას ვკითხულობ? რა ნაწილშია თქვენი პასუხისმგებლობა? შესაბამისად სამწუხაროა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ დღეს ამერიკის და საქართველოს შორის ურთიერთობები სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში არის. როგორც კი ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობაც შეიცვლება რადიკალურად და დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ სწორედ დააფასებს საქართველოს პარტნიორობას და საქართველოს წლების განმავლობაში ამერიკელ ხალხს აჩვენა, რომ ის არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს გავყევით არაერთ ომში და ვიბრძოდით პირველ ხაზზე. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ მოვა ის მომენტი, როდესაც ეს დაფასება დაბრუნდება და დააფასებენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები საქართველოს როლს. რაც შეეხება ერთ საკითხს კიდე, რაც შეეხება ამ დაფინანსებების საკითხს. აქაც რა ჩანს საერთო ჯამში, თუ კი დაუკვირდები. ჩვენ ხო გვიმტკიცებდნენ, რომ დაფინანსებას და ინტერესებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ხო დონორები მათ შორის ამბობდნენ, რომ ჩვენ ფულს ვაძლევთ არასამთავრობო ორგანიზმს, მაგრამ რა შუაშია ჩვენი ინტერესი, ჩვენ ესე ვაძლევთ. აღმოჩნდა, რომ თურმე არის ხო შუაში. თუ კი ვინმე ამბობს, რომ დღეს უნდა შეაჩეროს გარკვეული დახმარება თუ ფინანსური წვლილი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოში, რატო? იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ შესაძლოა რაღაც გარკვეული ნაბიჯები მათ ინტერესში არ შედის. და იმისთვის რომ და ვინაიდან მათ ინტერესში არ შედის, ხედავთ რომ ფინანსურ ბერკეტებსაც კი იყენებენ იმისთვის, რომ მათ ინტერესთან დაახლოვდეს. ანუ ინტერესი ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? ანუ მაგალითად ვინაიდან კანონი თუ კანონს როდესაც კანონს უკავშირებენ, არა, უკვე კანონს ვინაიდან კანონს უკავშირებენ, ხო, გარკვეულ განცხადებაში, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, არ ვიცი, თქვა რაღაცა ფინანსური დახმარება შეცვლა პირობითად, ხო? გამოდის რომ მათ ინტერესში არ არის ეს გამჭვირვალობა. ეს გასაგებია, დონორ შეიძლება არ უნდას, მაგრამ მათ ინტერესში არ არის და იმისთვის რომ ესე ვთქვათ, აიძულონ გარკვეულწილად ან მიმართონ ის იქით რომ ხელისუფლებამ შეცვალოს ეს პოზიცია და მათ ინტერესი რაც არის იმას დაუახლოვდეს, ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებენ. ხო, ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, თუ კი სახელმწიფოს მიმართ ფინანსურ როდესაც ვთქვათ ხელისუფლება შეიძლება მთლად იმ ინტერესებს არ ატარებს, რომელიც აქვს დამფინანსებელ სახელმწიფოს, იყენებენ ფინანსურ ბერკეტებს სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამდენად ძლიერი არის და ეს არის ხო, მობილიზებული. არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ასეთი ბერკეტის გამოყენება ხო კიდევ უფრო მარტივია. როგორც კი დონორი შეხედავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რა თქმა უნდა, იქაც ზუსტად ისევე მოიქცევა და ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ამის. ამიტომაც იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, თქვენი პასუხისმგებლობა არის ნულოვანი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის საქართველოს გაძლიერება, მისი უსაფრთხოების და გაძლიერება და ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ იმის ხათრით, რომ რომელიმე დონორის ინტერესში არ არის რაღაცა ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების რაღაც ნაბიჯი, ამის ხათრით ჩვენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართული ხალხის ინტერესშია, იმ გადაწყვეტილებას არ გადაუხვევთ. ანუ თუ კი არჩევანი არის დონორის ინტერესი თუ ქართული ხალხის ინტერესი, ჩვენ ვირჩევთ ქართული ხალხის ინტერესი. თუ არჩევანი არის უცხო ქვეყნის ინტერესი თუ ქართული ხალხის ინტერესი, ჩვენ ვირჩევთ ქართული ხალხის ინტერესი. ეს არის ქართული ოცნების 12 წლიანი გამოცდილება და ეს იყო ამის საპირისპირო იყო ნაციონალური მოძრაობის გამოცდილება 9 წლის განმავლობაში, როცა ისინი ხელისუფლებაში იყო. და დღესაც ისინი ხო ამას გვიდასტურებენ. დღეს რას გვეუბნება საერთო ჯამში ოპოზიცია? ოპოზიცია გვეუბნება, რომ გავაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან სხვები. რატომ არ უჯერებთ სხვებს?
ჩვენი პასუხია რომ ჩვენ უჯერებთ ჩვენ ხალხს. ვაკეთებთ იმას, რაც კარგია ჩვენი ხალხისთვის და არა იმას, რაც გონება სხვები. იმიტომ ჩვენ სხვებისთვის დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ომში ან ნაომარი ქვეყანა. რატომ? იმიტომ სხვები იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთისთვის. დაგვეჯერებინა უნდა ამ სხვებისთვის, ევროპელებისთვის, მაგალითად, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ჯარი გაგვეგზავნა, ჯარი რაღაცა მებრძოლები გაგვეგზავნა, იარაღი მიგვეწოდა. დაგვეჯერებინა, ოპოზიცია დაუჯერებდა იმ კაბინეტებში 2022 წლის თებერვალში და მარტში, როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში. სახელმწიფო კაბინეტებში ქართული ოცნების ნაცვლად, რომ ხდარიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ზუსტად ერთ-ორ კვირაში საქართველოს იქნებოდა ცოცხლის ალში გახვეული. ვიღას ახსოვს აღარ ვიცი, მაგრამ მაინც 9 პუნქტი რო გავიხსენოთ, გუშინ იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თქვენ აპირებდით რაღაცნაირად პრეზენტაციას, როგორც ვიცით, ქართულ ოცნებაში, როგორ შეასრულდა, რა რეფორმები გატარდა ამ 9 ნაბიჯის პუნქტის კვალდაკვალ. ყველა პუნქტი შესრულებულია, მოკლედ რომ გვიპასუხოთ, აი ეს 9 პუნქტი რაც ევროკომისიამ გამოსცემია, შესრულებულია და აიღურა ეს ამბავი უკვე. როგორც 12 რეკომენდაციასთან, ისე 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროცესი ასეა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ის, როგორც ჩვენ თვლით, რომ ვასრულებთ ამ 9 პუნქტს და შემდეგ რა თქმა უნდა ევროკავშირი აფასებს ამ შესრულებას ისე, როგორც ისინი აღიქვამენ შესრულდა თუ არა. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ნახეთ, რომ წარმატებული იყო ჩვენი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვიდებდა ფეხს არასამთავრობო სექტორიდან და ოპოზიციიდან და იცით რომ მონაწილეობა არ მიუღია საერთოდ ოპოზიციას 12 რეკომენდაციის შესრულებაში, კანდიდატის სტატუსი ისე ავიღეთო, თითი არ დაადო ოპოზიციამ და მხოლოდ ფეხს გვიდებდა არასამთავრობო სექტორი. და ასე ავიღებთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება 9 პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ საპარლამენტო ნაწილი დავასრულეთ, იმიტომ რომ იქ იყო სხვადასხვა ცვლილებები, სასამართლო ანტიკორუფციული, პერსონალურ დაცვასთან დაკავშირებით, იცით რომ კანონმდებლობა ყველაფერი მიღებული იყო, ასე ჩვენ ველოდებით შეფასებას და მათ შორის ჩვენი მოსაზრება ის არის, რომ გამჭვირვალობის კანონი პასუხობს 9 პუნქტს იმ მხრივ, რომ ზუსტად გამჭვირვალობის კანონმა და სიცხადე იმაში, თუ ვინ ვის აფინანსებს, ვინ რას აფინანსებს, ეს სიცხადე უზრუნველყოფს დეპოლარიზაციას და ნაკლებ დეზინფორმაციას. გამარჯობა. მოხს მოკლედ რომ მითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონში სიტუაციის დასტაბილურება, აქ გულისხმობ მე უკრაინაში ომის დასრულებას, იმიტომ რომ ხშირად ვლაპარაკობთ ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დასტაბილურდეს, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ მზაობა იმისა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და სწორედ ამას შეუწყობს თუ არა ხელს ის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. არათუ მნიშვნელოვანი გადამწყვეტი არის ამისთვის ომის დასრულება, მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორებ, რომ დღეს საქართველოს, ამერიკის საქართველოს, ევროკავშირის მათ შორის ურთიერთობა არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. როგორც კი ეს ომი დასრულდება, ამ ტყვეობიდან გამოვა ეს ურთიერთობა და დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი კოლეგები უფრო რაციონალურად შეაფასებენ საქართველოსთან ურთიერთობას. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ქართველებმა ომის სიმწარე ვიცით და ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვცადეთ, ამიტომ უკრაინაში ომის დაწყებას 22 წლის თებერვალში ჩვენ ემოციურად მომზადებული შევხვდით. იმ მხრივ რომ ეს გარკვეულწილად შინაგანი, ასე ვთქვათ, მზაობა გვაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ დროს. ევროპისთვის ეს იყო უცხო ხილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირის, ევროპის შუაგულში ასეთი მასშტაბური ომი არ ყოფილა. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა ომი დაიწყო ევროპის შუაგულში, მათთვის ეს იყო შოკი. ამ შოკურ მდგომარეობაში შეიძლება ხანდახან რაღაც არარაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და შეიძლება ჩვენს მიმართაც ცოტა რაციონალური დამოკიდებულება არ იყო. ამიტომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, ყველა მიხვდება, რომ ყველაზე ადეკვატურად, დღეს ხო ოპოზიცია ხო აღიარებს, როგორ ადეკვატურად იქცეოდა ქართული ოცნება, დღეს რომ უარყვეს თავისი სიტყვები სანქციებთან დაკავშირებით და ამბობს არა უნდა დაგვეწესებინა. ორ წელიწად ნახევარი გავიდა ხო იმის შემდეგ. და დღეს ყველა მათ შორის այս ომის დასრულების შემდეგ ყველა აღიარებს, რომ საქართველოს იცეოდა ყველაზე ადეკვატურად, იმიტომ რომ ჩვენ ომში ყველაზე გამოცდილი და დაბრძენებული ხალხი ვართ და გვესმის, არა მხოლოდ ისტორიულად რას ნიშნავს ასეთ რეგიონში ყოფნა და ომებს შორის ყოფნა, არამედ ჩვენი გამოცდილებითაც. ყველა ამას მიხვდება, დააფასებს მათ შორის საქართველოს როლსაც, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებას და რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტიკაც, ტონიც, რაც თავარია ქართული ხალხის მიმართ.
მოგესალმებით ბატონო შალვა, მიხარია რომ 1 საათის შემდეგ ჩვენი ჯერიც დადგა. ბატონო შალვა, აუცილებლად მეკითხოთ ირანთან დაკავშირებით, თქვენი პასუხი ძალიან მოკლე იყო. ზუსტად 3 თვის განმავლობაში ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩადის ორჯერ ირანში, იმ ქვეყანაში, რომელიც არის რუსეთის ნომერ 1 მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომელიც შაჰიდის დრონებით ამარაგებს პუტინის რეჟიმს, რომელსაც რა თქმა უნდა პუტინი იყენებს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად. მე მგონი ასე ხშირად არც ერთი პრემიერ-მინისტრი საქართველოს არც ერთი პრემიერ-მინისტრი ასე ხშირად ირანში არ ჩასულა, ყოველ შემთხვევაში თებერვალში გახდა კობახიძე დაინიშნა პრემიერ-მინისტრი და ასე ხშირად მე მგონი ბრიუსელშიც არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბრიუსელში უნდა ჩადიოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი, რომელიც ფაქტობრივად არის განადგურებული. მე მაინტერესებს, რატომ იყო აუცილებლობა, რომ სწორედ პირველი პირის დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს აღნიშნულ ცერემონიალზე, ვიცით რომ 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი თუ დელეგატი არის მიწვეული, მაგალითად დიპლომატიურ დონეზე ხო არ იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი დავსწრებოდით აღნიშნულ ცერემონიალს და ზოგადად ეს არის თუ არა გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთი მხრივ თქვენ ამერიკას ადანაშაულებთ რომ ომში ჩაბმაუნდაო საქართველოსიო და მეორე მხრივ კიდევ ომში ფაქტობრივად ომის თანამონაწილე ქვეყანასთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პარტნიორულ კავშირებს ვაწარმოებთ, რაც არის ირანი. თავისუფლად ეს არ იქნებოდა რა თქმა უნდა პრობლემა ევროკავშირთან რომ ურთიერთობა ყოფილიყო დალაგებული, თუმცა დღეს ეს საკითხი რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მადლობა. ალბათ იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ხედავთ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე პათოსი თითქოს რუსეთთან კავშირების გამო და ასე შემდეგ. ჩვენ სამყაროს არ უყურებთ ასეთი პრიზმიდან. ჩვენ სამყაროს უყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად. და ჩვენ საქართველოს უყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ასე შემდეგ. მე წეგანაც ამიტომაც ვთქვი, რომ ჩვენ სამეზობლოში ეს არის ჩვენი არა მხოლოდ რაღაც საკუთარი დიპლომატიური, არამედ ისტორიული ტაქტიც მათ შორის, რომ როგორც ჭირის მდგომარეობაში, ისე ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს ქართველი ხალხი იყოს წარმოდგენილი ამ პროცესში და მე მგონი ქართველი ხალხი ზუსტადაც რომ მიესალმება ამას, რომ მნიშვნელოვანი არის მეზობლებთან ამ ხრი ურთიერთობა. რაც შეეხება და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე იმყოფებიან ინაუგურაციის პროცესში და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, მათ შორის მილოცვებიც მიიღო ახალმა პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ამოდივართ ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ოპოზიცია გასაგებია რომ არ ამოდის ამ ქვეყნის ინტერესებიდან. ოპოზიცია იმას უყურებს, მის როგორი ოპოზიციაზე არ დამისვამს ბატონო შალვა, გასაგებია თქვენი პოზიცია ოპოზიციასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს კონკრეტულად უხერხულობას გიქმნით თუ არა თქვენ ის რომ ირან ფაქტობრივად ომის თანამონაწილე ქვეყანასთან ასეთ მჭიდრო კავშირებს ამყარებთ. ეს არის თუ არა უხერხულობა ხელისუფლების მხრიდან? აი ეს მაინტერესებს. არა, ომის თანამონაწილე ჯერ ერთი ირანი არ არის, არ ვიცი მე საიდან ასკვნით თქვენ ამას, რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული და ასევე თანამედროვე დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ მათ შორის ურთიერთობას ერებს შორის, ისე რა თქმა უნდა ჩვენს გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებისა იმ პროცესების მიმართ, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს თქვათ იგივე ინაუგურაციის სახით. ამიტომ ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის რომ სახელმწიფო კი არ იყურებოდეს აქეთ-იქით და მიმბაძველად კი არ მიმოქმედოს, რომ აბა სხვა რას გააკეთებს და მეც ისე მოვიქცევ. ყველა ჩვენ 30 წლის ახალი რესპუბლიკა კი ვართ, მაგრამ 3000 წლის სახელმწიფო ვართ. და არ მგონია რომ რომელიმე სახელმწიფო დედამიწის ზურგზე რომელიც სახელმწიფოს აქვს ის გამოცდილება სახელმწიფოებრიობის, რომელიც ქართულ გენში არის. და მათ შორის გამომდინარე იმ რეგიონიდან, როგორც ჩვენ ვართ ისტორიულად რთულ რეგიონში და მათ შორის ჩვენი 30 წლიანი ბოლო ისტორიის გამომდინარე. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენზე მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს ამ ხრივ, როგორ მოიქცეთ სამეზობლოში. ამიტომ აქ რა თქმა უნდა პრიორიტეტი კიდევ ერთხელ არის ქართული ხალხის ინტერესი. ერთ კითხვასაც დაგისვამთ, შაჰიდის დრონებით რომ ამარაგებს ირანი
პუტინის რეჟიმს და ეს საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტია და კითხვის ნიშნებს არ სვამს ეს ფაქტი, არის თუ არა ის, რომ სწორედ ირანი არის პუტინის რეჟიმის მთავარი მოკავშირე და რანაირად არ გამოდის ომის მხარე ამ შემთხვევაში ირანი, ხომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ირანის ჯარი იდგეს დღეს უკრაინის საზღვარზე. კიდევ ერთხელ, ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ზუსტად ის ხალხი, რომელიც აჟიტირებს ხანიკით ხანაკეთ, აი ამ ხალხმა ატეხა აქ არაერთხელ ომი და დავიდარება, შიდა თუ გარე, ასე რომ ასეთი ხალხისგან, ქვეყნის შიგნით და მათ შორის ქვეყნის გარეთ მრჩევლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე ასეთ რჩევას ვერ ვიღებთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხის ინტერესით. ასე რომ ქართული ხალხის ინტერესში, როდესაც არის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამ კეთილმეზობლური ურთიერთობების მათ შორის ხაზგასმა და წარმოჩენა, რა თქმა უნდა, ასე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც მოქმედებს სომხეთის ხელისუფლება, აზერბაიჯანის ხელისუფლება, თურქეთის ხელისუფლება. არანაირი კითხვები მათ მიმართ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ამ მხრივ. სხვათა შორის უკრაინისგანაც არ არსებობს ამ მხრივ რაიმე კითხვები, ხო? აი ამ ინაუგურაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რატომღაც საქართველოს ოპოზიციას და მის კუთვნილ მედიას უჩნდება საკუთარი სამშობლოს მიმართ კითხვები, როდესაც ყველა კარგად ხვდება თუ რამდენად სწორად გააზრებულ და წინ დახილულად იწვება საქართველოს ხელისუფლება. მადლობა.